უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქართული ოცნების წევრების თავდასხმის ობიექტია. ზელენსკის მიერ გუშინ გაეროს ასამბლეაზე გაკეთებულმა განცხადებამ, რომ ევროპისთვის საქართველო დაკარგულია, ოცნების უკმაყოფილება გამოიწვია. პასუხად ივანიშვილის პარტიაში ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდებენ თავის ქვეყანას მიხედოს და მას უკრაინაში ომით გამოწვეულ უბედურებაშიც ადანაშაულებენ. თბილისის მერი და მერობის კანდიდატი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ის რაც უკრაინაში ხდება, ზელენსკის უშუალო მონაწილეობით ხორციელდება. საქართველოს დაანებოს ყველამ თავი. ზელენსკი მიხედავს თავის ქვეყანას და ისაუბროს იმაზე, თუ რა დაკარგა და რა მოუწყო საკუთარ ხალხს და საკუთარ ქვეყანას. იმაზე დიდი უბედურება, რაც დღეს უკრაინაში ხდება, მისი უშუალო მონაწილეობით, მისი უშუალო ჩართულობით, ამაზე რა თქმა უნდა, გავა დრო და მოუწევს აუცილებლად პასუხის გაცემა და ჩვენს ქვეყანას და ქართულ ხალხს თავი დაანებონ. ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანასაც მივხედავთ, მშვიდობასაც დავიცავთ და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასაც მოვახდით. ვოლოდიმირ ზელენსკის ტრაგიკული პიროვნება უწოდა ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. მან უკრაინის პრეზიდენტს ორი რჩევა მისცა: საკუთარ ქვეყანაში არჩევნები ჩაატაროს და იყოს მადლიერი. ავიც რა გითხათ, ბატონი ზელენსკი ტრაგიკული პიროვნება არის, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მის ქვეყანაში ომი მიმდინარეობს, არამედ როგორც ხდება ეს ყველაფერი, ამის გამო არის ტრაგიკული. არ ვიცი, რის დაკარგვაზე საუბრობს. ადამიანმა თავის ქვეყნის 30% დაკარგა, თავისი მოსახლეობის ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა. მე მექნებოდა ორი რჩევა. პირველი, გაითვალისწინოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის რჩევა და ჩაატაროს არჩევნები, ვინაიდან ჩვენ გასაცემ პასუხს მას გასცემს უკრაინელი ხალხი. იმ ქართველი ხალხის დაზიანებისთვის და მცდელობისთვის, რასაც მისი მხრიდან ხედავთ, მას თავის დროზე პასუხს გასცემენ არჩევნებზე, უკრაინელი ხალხი გასცემს პასუხს, ანუ ჩაატაროს არჩევნები და მეორე გაითვალისწინოს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის რჩევა და იყოს მადლიერი. უმადურობა, მით უმეტეს, როდესაც ომში არის ქვეყანა, არის ძალიან ცუდი. და როდესაც ბატონი ზელენსკი იჩენს უმადურობას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომელიც უკრაინის ხალხს გვერდში უდგას ყველაფერში, ჰუმანიტარული დახმარებით, საერთაშორისო განცხადებებზე და ინსტრუმენტებზე მიერთებით, ყველაფერში გვერდში უდგავად, ეს არის დიდი უმადურობა საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის ხელისუფლების მიმართ, რასაც ბატონი ზელენსკი იჩენს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს შესახებ 24 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის მიერ მოლდოვის საქმეებში ჩარევაზე საუბრობდა, როდესაც საქართველოს საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, საქართველოს სადაც ადამიანთა უფლებები და სახელმწიფო სისტემის ევროპული ბუნება მხოლოდ სუსტდება, ევროპაში უკვე დაკარგულია. ზელენსკიმ საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულ ქვეყნად მოიხსენია და ევროპას მოუწოდა მოლდოვის დასაცავად ძალისხმევა გააძლიეროს.